18 ევროპარლამენტარი ევროკავშირის ტელეკომპანია იმედის საქმიანობის შეფასებისკენ მოუწოდებს მათი მიმართვის მიხედვით განსაკუთრებული შეშფოთება არხის სარედაქციო ხაზს უკავშირდება, სადაც ევროკავშირი ეროვნული სუვერენიტეტის საფრთხე და წარმოჩენილი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უცხოურ გავლენებთან ასოცირდება. Ამ ფონზე ხელისუფლებას ეკითხებიან, ელოდება თუ არა ევროკავშირის მხრიდან ბრიტანული სანქციების გაზიარებას. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პოაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილგანწყობილი გარემოა არსებობს და მსგავსი განცხადებები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რა პოლიტიკური გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ევროპარლამენტართა მიმართვას და რა პოზიცია აქვს ქართულ ოცნებას. ამ თემაზე უფრო ვცლად მაშო დიასამიძე ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება. მაშო, გისმენთ. 18 ევროპარლამენტარი ტელეკომპანია იმედს ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, უბრალოდ ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს, რომ სანქცირებული ტელეკომპანია იმედის და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობის შეფასება მოხდეს, მათ შორის შესაძლო დეზინფორმაციული და манипуლაციური კამპანიების ფარგლებში. ამასთან ერთად ევროპარლამენტარები ითხოვენ სამართლებრივ შეფასებასაც იმისთვის, რომ შესაბამისი ზომები იქნეს შემდგომ მიღებული, თუმცა არ არის დაკონკრეტებული დოკუმენტში თუ რა ზომებზეა საუბარი, ეს იქნება სანქცირება თუ რაიმე სხვა საკითხი, თუმცა ამ საკითხს საკმაოდ ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში. ამ დოკუმენტის ხელმომწერები არიან მათ შორის ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, ასევე ლიბერალები, მწვანეები, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები. ამასთან ერთად, რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, სახელმწიფო გუნდში ამტკიცებენ, რომ ახლა ევროპარლამენტარების ნაწილი მტრულად არის საქართველოს მიმართ განწყობილი, აქედან გამომდინარე თვლიან, რომ ეს დოკუმენტი და ეს განცხადებები სწორედ პოლიტიკურად მოტივირებულია. ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ ისე რაკეტებსაც დაგუშენენ საქართველოს, ხო? ჭკუა მათ არ მოიკითხებათ. ერთადერთი ის არის, რომ საბედნიეროდ იმის ძალაუფლება არ აქვს, რომ რაკეტები გამოისროლონ ჩვენსკენ, თორემ გარწმუნებთ, ნება რომ ისე რაკეტებს დაგუშენდნენ, აქ ჯარს შემოიყვანდნენ და თან აქ აურებ გაამართლებდნენ, რომ კიდევ დემოკრატიის დასამყარებლად შემოვიდა ჯარი. კონკრეტულად ვის ხალხი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოირჩევა თავისი მტრული დამოკიდებულებით. ასე რომ ხა აქ არაფერი გასაოცარი არ არის. შემთხვევით ეს ის ევროპარლამენტის ჯგუფი ხომ არ არის, რომელიც ერთი მეორეზე აბსოლუტურ რეზოლუციას იღებს საქართველოსთან დაკავშირებით. შემთხვევით ეს ის ევროპარლამენტის ჯგუფი ხომ არ არის, რომელიც სააკაშვილს გმირად წარმოგვიჩენს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე მუშაობენ დღიან ღამიანად. ეს ის ჯგუფი ხომ არ არის, რომელიც ამბობს, რომ ადგილობრივი NGO სექტორი მათი ძალაუფლების წყარო იყო საქართველოში და ყველაფერს აკეთებენ, რომ ისინი დაიცვან. ამიტომ ამ ჯგუფის მოწოდებები ნამდვილად არ არის საინტერესო და არც დასაკომენტირებელი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების განცხადება კონკრეტულად ხელისუფლების მიმართ და ასევე მასთან დაკავშირებული სამთავრობო მედიების მიმართ არის გაჟღერებული და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად არ თვლიან. ამასთან ერთად ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი მწვავე განცხადებები დასტურია იმ პოლიტიკისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის მედია პოლარიზაციის კუთხითაც, ასევე ოპოზიციისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ უკვე ევროკავშირის დონეზე ღიად საუბრობენ კრემლის სტილის დეზინფორმაციულ კამპანიებზე და ამასთან ერთად ამ კონტექსტშია სწორედ მოხსენებული ქართული მედიაც. კავშირისთვის მნიშვნელოვანი არის საქართველოში შეწყდეს ევროკავშირის და ზოგადად ევროპის დისკრედიტაცია და ის მედიები, ანუ ის ჯგუფები თუნდაც სოციალურ მედიაში, რომლებიც ამ ღია ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ, შეწყვიტონ პროპაგანდისტული გზავნილები და არა მარტო პროპაგანდისტული გზავნილები, ღია თავდასხმა არის ევროკავშირზე, რისი განმახმოვანებელიც არის იმედი და პოზიტივი. Ისინი იმსახურებენ საერთაშორისო სანქციებს, ისინი ჯდებიან სამართლებრივ კრიტერიუმებში, რაც არის წინაპირობა საერთაშორისო სანქციების, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ევროპაშიც აუცილებლად დაასანქცირებენ ამ რუსულ კომპანიებს. მის ევროპარლამენტარების მხრიდან მძიმე განცხადებები და ბრალდებები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თუმცა მეორეს მხრივ მმართველი გუნდი ამას ასევე კრიტიკულად პასუხობს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად იძაბება.